Iunis ტყიბულში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმყოფებოდა. იგი სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის განყოფილებაში მივიდა და სამუშაო პროცესს გაეცნო. დავით ბაქრაძე სააგენტოში მისული სოციალურად დაუცველი ჟუჟუნა ცნობილაძის მდგომარეობითაც დაინტერესდა და მას ჯანმრთელობის პოლიციის ვადის ვარგისიანობის გარკვევაში დაეხმარა. ამის შემდეგ მან ქალბატონი შვილიშვილთან ერთად ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში წაიყვანა. Polisi xoga. კი მაგ. მოგიტანის საათში. კი. არა კი, არ იქნება არანაირი პრობლემა ჩვენ ახალ საავადმყოფოში ვემგზავრებით და ის აბსოლუტურად ყველანაირი გამოკლება რაც იქნება საჭირო. ყველაფერს უთანასო მომწონდება გეკეთება. და ეხლა მივიდეთ მეც მოყვებით და ნახეთ თქვენი შვილი ხო აქ არის? კი ბატონო. აქ არის თქვენი შვილი. მაშინ ბარემ ერთად წავიდეთ და მეც მეყვებით. საავადმყოფოში მისვლისას დავით ბაქრაძემ სოციალურად დაუცველ ქალბატონთან ერთად ყველა ის ეტაპი გაიარა, რასაც პაციენტი ექიმთან მისვლამდე გადის. ჟუჟუნა ცნობილაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მისთვის საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად ყველა ექიმთან პირადად მიიყვანა. თერაპევტისა და კარდიოლოგის კონსულტაციის შემდეგ ქალბატონს ლაბორატორიული გამოკვლევა ჩაუტარდა. Danisholeba მიეცამა პაციენტთა შესაბამისად დანიშნულების ფუნქციების ადის ოჯახის სისტემთან ალტერნატივის შექმნით, რომ მობილური მეთვალყურება და ანატომიი განაგზავს პაციენტზე. და ნახევარ საათში იქნება პაციენტი პასუხობრივი. მე რეკვიემ დამარჩენს და უნდა გააკეთოს. არა, ექიმთან მოხდა ყოველთვის საჭიროა. ნახეთ, და ეს წამოწალებით იქნებით ჯანმრთელად დიდი. ტყიბულში ამ დროისთვის მოსახლეობის 80% უკვე დაზღვეულია, თუმცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სექტემბრიდან დაზღვეულთა რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიზრდება. ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაზღვევა წელს სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს არის ახალი საავადმყოფო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა ტყიბულის რაიონში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გახლავთ ის, რომ ეს არ არის უბრალოდ ლამაზი და კეთილმოწყობილი შენობა, არამედ ეს არის შენობა, სადაც რეალურად ემსახურებიან ადამიანებს და უწევენ სამედიცინო მომსახურებას. სწორედ ამიტომ არსებობს სამედიცინო დაზღვევა და სწორედ ამიტომაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ადამიანები იყვნენ დაზღვეული და შეეძლოთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ხარჯზე იმკურნალონ ასეთ კეთილმოწყობილ და თანამედროვე საავადმყოფოებში. ტყიბულში მოსახლეობის თითქმის 80% უკვე დაზღვეულია. სექტემბრიდან ეს სადაზღვეო ბაზა კიდე გაფართოვდება, დაემატებიან პენსიონერები, დაემატებიან სკოლამდელი ასაკის ბავშვები და ჩვენი ამოცანაა, რომ უახლოეს წლებში მაქსიმალურად დავფაროთ საქართველოს მთელი მოსახლეობა, რომ ყველას ჰქონდეს ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ყველას ჰქონდეს საშუალება მივიდეს და ისარგებლოს ექიმის მომსახურებით. ის ფაქტი, რომ ხელისუფლების ყურადღების ცენტრია ფაქტურად სისტემატურად ტყიბულის არავისთვის აღარ არის, ასე ვთქვათ, სიახლე, დღევანდელი დღეს არის ამის ნათელდება სტუმრება, ძალიან მაღალი რანგის სტუმრები ყავდნენ. ბატონი დავით ბაქრაძე სტუმრობდა ჩვენ ქალაქს. მოვინახულეთ ყველა ის ობიექტი, სადაც მიმდინარეობს მუშაობა, სადაც იქნება პროდუქცია და ადამიანები ღებულობენ შემოსავალს. ეს არის შახტა, ეს არის სამკეროლო ფაბრიკა. გარდა ამისა მოვინახულეთ ასევე სოციალური დაზღვევის სააგენტო და ჯანდაცვის სფერო. ჩვენი კლინიკა ეს სფერო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ძალიან დიდი ასე ვთქვათ მიღწევები გვაქვს ამ მიმართებითაც და სწორედ ეს არის ჩვენი ქალაქის სიყვარული. ტყიბულში მოსახლეობის 90% არის დაზღვეული, ამათგან უმეტესობა ჯერჯერობით არის სიღარიბის ვალსქემო, რომელსაც სახელმწიფო აზრდა პედაგოგები, თუმცა ქვანახშირის დარგის აღორძინებასთან ერთად გაიზარდა კორპორაციული დაზღვევის მოცულობაც, კერძოდ GP ჰოლდინგის მიერ დაზღვეული მუშახტები 2000 კაცამდე, ასევე დაზღვეულები არიან სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამშრომლები, მერია, ჩვენი საავადმყოფოს დაესვა ალდაგიბისის კომპანიაში, ასე რომ თითქოს მომსახურების ესე იგი 85% არის შემოსავლების არის სადაზღვევო კომპანიებიდან, 15% არის შიდა სტანდარტით. დღეს ვიყავი სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებაში. იქ დაემთხვა თავმჯდომარე რომ ჩამოვიდა. ძალიან მაწუხებდა ის მე მინდოდა გამეგო რომ ჩემი პოლისი ვარგებდა თუ ვარგისიანი ქონდა თუ ვადაც
მე წამომიყვანა თავმჯდომარე წამოყვა მივედით ექიმთან და აქ ჩამიტარებ გამოკვლევას. დავით ბაქრაძე ამ დღეს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტზეც იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე იქ მომუშავე მეშახტეებს შეხვდა და გაესაუბრა. დავით ბაქრაძემ შახტის ხელმძღვანელებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქათამაძესთან და გამგებელ ლევან დოხნაძესთან ერთად მინდელის სახელობის შახტი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო. რომ ადამიანი ვინც ჩადის თვითონ ხდება რომ მეთანა აიწია უსაფრთხოებისთვის ეს ყველას ძალიან დიდი მადლობა თქვენი შრომისთვის იცოდეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს საწარმო მუშაობდეს და ის 1700 ადამიანი ვინც აქ მუშაობდეს და ხელფასი კონდეს და რაც მინიმალურად შეინახოს თავისი ოჯახი, ამიტომ მაქსიმალურად გვერდზე დაუდგებით რომ იმუშაოს კიდევაც საწარმომ თუ შესაძლებელია გაფართოვდეს, მეტი ადამიანი მოვიდეს, ხელფასი გაიზარდოს, უკეთესი პირობები გქონდეთ, უფრო უსაფრთხოდ იყოთ, უკეთესი დაზღვევა გქონდეთ, ყველაფერში ჩვენგან სახელმწიფოსგან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა, იმიტომ რომ ყველა საწარმო, რომელიც ამუშავებს ხალხს, არის ჩვენი მთავარი. მუშაობ მოლეკოსადურში ელექტროზე ინკლან. დაზგვა ჩვენთან ამ წუთში არაა, მაგრამ როგორც გადაეცემა კორპორაციას ჩვენი საწარმო, იმ წუთში მოხდება დაზღვევაც. ჩვენთან აკეთება ყველაფერი. შრომით მაყოფილი ვარ, ხელფასი ნორმალური გვაქვს. დაზღვევაც კარგია, პირობები ძალიან კარგი გვაქვს. მინდელის სახელობის შახტიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტყიბულის სამკერვალო ფაბრიკაში მივიდა, სადაც მან ფაბრიკაში შეკერილი ნაწარმი ნახა და იქ მომუშავე პერსონალს გაესაუბრა. აქვე დავით ბაქრაძეს საჩუქრად სიმბოლურად ფაბრიკაში შეკერილი მაისური წარწერით მე მიყვარს ტყიბული გადასცეს. პირადად იყო წინა თვეში 200 ლარი გამომიმუშავე 200 ლარამდე და ეხლა ცოტა არ იყო იმდენი სამუშაო იგენი და უკეთეს ველოდები. ჩემს არ არის თუ ყველაფერი მიჩვევაზე არის. რა ვიცი, ჩემს ნამდვილად არ არის თუ